ამ ტაძრის გარშემო ცხოვრობთ ძალიან დიდი ხანი არის, ოდითგანვე. კანდელაკები ვარდგვარი. ტაძრის იმედითა და ნუგეშით ავცოცხლობდა ვართ, რომ ძალიან ძვირფასი მეუფე ყავს და გვეხმარება ყველაფრით, გაჭირებაში, დალხინებაში. ნელა, ნუ აყავე. ნე. ომირო დაიწყო შვილო ხალხი წავიდა სოფელი დაცარიელდა და ჩუნათი ვიხედებოდი რა ხდება მეთი და ჩემი ქმარი ლოგინში იყო დასიებული იყო ალათი იყო გულისტიოდა და შემოვედი და უთხარი ყოლია მეთქი ხალხი გარბის და მოდი ჩვენც წავიდეთ მეთქი რა მარტო რო დავჭერ დახოცამენ მე ვერსად ვერ წავალო მირჩევნიან აქ მოკვდევ ვიდრე გზაში და სხვაგანავ ვერ ვივლიო გზაში დავეცემიო მაგ ჩემი ქმრის გულით ვინ დავჭი როგორ დამეტოვა ამანტყოფი ლოგინში Rogamiჭირდა შვილი, რა მექნა, ავდექი, სად დავმალულიყა, არ ვიცოდი და ვიფიქრეთ სარიელა, ამბარი მქონდა და ჩავძრომილიყა შიგა. აქ იქნებ ვერ მიპოვონ მეთქი. ჩავძვრი და დავიფარე ნელ-ნელა, რო ხმაც არ გამოსულიყო იმ დაფარებისაი.
ვიყავი შიგ დიდი ხანი და დამეღალა ფეხები, ხან დავჯდებოდი, ხან ავჯდებოდი. გავიდა რამდენიმე ხანი და ზარის რეკვის ხმა გავიგე. და ამ ზარის რეკვის ხმამ გამამაფხიზლა და ამოვყა თავი ნელ-ნელა და ვიყურები აქეთ იქითა. ხო არავინ არის კიდე როგორი მდგომარეობა. წავედი ტაძარში. მეუფესთან მივედი. უნდა დამეხმარო მითი. მოდი, მომეფერა, მეუფე მომეფარა, ლეილა, აქახარო, ჩვენთან დარჩი, ჩვენთან იყავი, აღარ სადარ წახვიდეო. დამტოვეს თავის თანაშვილო, საცა თვითონ ეძინა, თა თვითონ სჭამდნენ, მეც იქ ვიყავი. ნიქოზის ეპარქია არის დაარსებული მე-5 საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ. მუდამაგდებ ჩვენ მოსალთა შენთა, მშვიდობა ის სოფელსა მოანიჭე ეკლესიათა შენთა მთელთა. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა საქართველოს ეკლესიას მოუპოვა დამოუკიდებლობა, ავტოკეფალური გახდა მე-5 საუკუნიდან საქართველოს ეკლესია, მან დაარსა 12 ეპარქია საქართველოში და ამ 12 ეპარქიასთან შორის ერთ-ერთი იყო ნიქოზის ეპარქია. ნიქოზის ეს ძველი ეპარქია ამოქმედდა ესე 1995 წელს. და როცა მინდა სინოდის პატრიარქის როცაკურთხევით გადაწყდა რომ მე აქ წამოსულიყავი, იმ წელს ყოველი ხე ერთბაშად იყო ესე აყვავებული. რაღაც ისეთი აგეუნება 60 ხეში მოვდივართ, ესეთი აი საოცარი სილამაზე იყო ესეთი გარშემო. როცა აქ ჩამოვედით, ეხლა გარშემო გალავანი მორღვეული ტაძარს გუმბათს არ ქონდა ფანჯრები. შემდეგ წვიმა როცა მოვიდა აღმოაჩინეთ რომ სახურავში წყალი ჩამოდის. ამის არანაირი საშუალება არ იყო მაშინ ჩვენ რომ ეს შევეკეთებინოთ, თუმცა ჩვენ ვცადეთ. ნელ-ნელა დავიწყეთ სამონასტრო სენაკების, ოთახების მშენებლობა. გამოვიდა მთელი სოფელი. ესე იგი 3 კალატოზი და ნიქოზელები 60-80 ადამიანი გამოვიდა. და 14 წელი მოკლედ აი ამ რაღაცას ესე აი ნაბიჯ რაღაცა ესე ამატებდი. შვიდში ღამე რვისკენ სამჯერვე იყო ჩამოვარდნილი მონასტერში ერთი ზუსტად სასახლის სახურავს დაეცა
ერთი სახურავის აცდა და მონასტრის ბაღში ჩამოვარდა და ერთი პირდაპირ სენაკს მოხვდა და მადლობა ღმერთს რომ შიგნით არავინ არ იყო. აი, სადავარდა, ხედა. 11 რიცხვში მაშინ როდესაც უკვე აქ ჯარის ნაწილები იქოში აღარ იმყოფებოდნენ, 32 ჭურვი ჩამოვარდა ჩვენს სამონასტრო საცხოვრებელზე. რაღაც ეს სასწაულად გადავურჩით, ვინც იქ ვიყავით მაშინ და მე და მამა ანტონმა ვუყურეთ თუ იმას, რასაც 14 წელი ვეწვალეთ ჩვენ თუ რამოდენიმე საათში როგორ დაიწყეს. ყველი ჩვენ თვალწინ. არ იქნება წყალიო, სანამ დისინა არ შერიგდება რუსეთი და საქართველოს ჩვენ წყალი არ გვეღირსება. რატო? არ გაძლევენ და რა ვიყო რატო? ეგენი ცხოვრობენ იქადა. რა თქმა მცემენ. ეს სოფელი არის მიტოვებული. ეგერ ცხინვალი ექვი არის. ახლო. 9 კილომეტრი არ არის, 9 კილომეტრი. აი ეს შარშან გახმა ეს ვაზი რამდენი მოვჭერით იმისთვისა რომ წყალი არ არის. ვაშლიც არის, ურძენი, მსხალი, ყველა ხილი ატამი, მაგრამ ხმება გენაცვა, წყალი არ არის. აი როგორ მოანვენ. აბა ტანი მიუვაგრეთ ე ბავშვები. ტანი მიუვაგრეთ. მოდი ჩევაჯი შეთაბა. მოდი ჩევაჯი. მოდი დოხში შემაჯიბე. შეგეჯიბლა. ჩემს ხელ მაგარია. ერთი. აღარ მოვახციეთ რა დალახებ დაგახედეთ. არა უშავებ რა. მეუფე ისაიასთან ესეთი სასიამოვნო უცნაური ურთიერთობა არსებობს ჩვენ შორის. ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ თავის დროზე მეუფე ისაია იყო ჩემი მოწაფე, როცა ისწავლობდა ანიმაციას. დაამთავრა ეს ანიმაციის ფაკულტეტი, მან საკმაოდ კარგი ნამუშევარი გააკეთა, მაგრამ უკვე ბოლო პერიოდში სულად ნათლად ჩანდა, რომ რაღაცა ახალი შემოდიოდა მის ცხოვრებაში. და ერთ დღესაც მე გავიგე, რომ ის აპირებს, რომ ბერად აღიკვეცოს. ასე რომ იყო პერიოდი, როდესაც მე ვიყავი მისი მასწავლებელი. დღეს ის არის ჩემი მოძღვარი. Прям можете. А то их еще Я поработаю с детьми, а вы побеседуете, их интересует, покажите, что, где, что случилось. შუაში ვინც არის ის ნამედანი გასკელებული ხარ? გაასწორე ხელი. ტემპს რატო კარგავთ? რიტმი რატო დაკარგეთ? კარგი, გენაცო, გასაგებია. აი, მადლობა. პირველი დღეებიდან შეიძლება ითქვას ჩვენი რევოლუციის წევრები სწორედ ბავშვები იყვნენ და რაღაცეთი ჩვენთვის დიდი სიხარული იყო და აი ომამდე რამოდენიმე წლით ადრე ჩვენ რაღაცეთი გაკვეთილებიც გქონდა ხოლმე ესე ბავშვებთან ხან ხატავდით ერთად, ხან წიგნს ავიკითხავდით. ომის დროს რა თქმა უნდა შეწყდა, მაგრამ ომის მერე ეს ისევ განვაახლეთ, როდესაც ბავშვები დაბრუნდნენ ისევ სოფელში. და ომის მერე 2009 წელს უკვე ოფიციალურად ჩვენ დავაფუძნეთ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რეფორმაციაზე.
რეფორმაცია, მოძრაობა ევროპაში, რომელმაც საფუძველი დაუდო პროტესტანტიზმის წარმოშობას. ბავშვები აქ გადიან ხატვას, ძერწავენ, ასევე თიხაში მუსიკას სწავლობენ, ანიმაციის გაკვეთილი უტარდებათ მათ და ასევე ჩრდილების თეატრში მეცადინეობენ. ქართული ლიტერატურა, ისტორია, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლები, პროფესორები არიან და ისინი თბილისიდან ჩამოდიან ხოლმე კვირაში ერთხელ. დროთა განმავლობაში ის მახინჯა ჯვარის რო გააკეთეთ ამან შილომი სიმდები ჩუჩებს. ამას მოგეჩვევის შემოსაცვი. ესეთი ჯვარი. იცი როგორი კუთხე შევკრათ, აი ესეთი. ნახე. ესეთი კუთხე რო გააკეთო. აქედან ადი და აი ამ კუთხეზე გამოვსწორი. აი აქაც ესეთი ის გავაკეთოთ, კუთხეები გავაკეთე ამაში. შეგიძლიათ რა დახატოთ, იცი? აი, ცოტა ძალიან ერთად ხერხართ ახლა. გაიშალეთ ცოტა, აი ისიც რომ გაიშალოთ და ერთმანეთს დახატოთ ბუნებაში. მე არ მინდა რა. ხოიცი არ მინდა რა. აი, დაიწყოთ მაშინ. აი, კეთილ დაიწყოთ. აი, მაგალითად გიორგი მე შენ დახატე. აი, ეს მთები და ისინი განკეთე ხაზი. ლუკა პასტანი მომაყვა. ო, გიორგი მასწავლებელმა მოგიტანა. გვაჭუქა. და ვკვირდა რომ ვინც ანიმაციას გააკეთებ და ფრანქრებს ჩამოუტანო, გავაკეთეთ, ჩამოუტანა. რა და ყველაზე მეტი ავტოპორტრეტია, აბა რომელ ხატორს ქონდა? ქონდა? ჰა? ქონდა? ხო, რომელს ქონდა დახატო? მაგ ნახავთ თქვენ. დამამოწდა. რემბრანდ. რემბრანდ. მაგას კიდია. და ვანგოგს ასევე. ჩვენმა ხელოვნების მასწავლებელმა გითხრა რომ მისი დახატულია ქალიშვილი მარაოთიო. ჰა. ვის დახატულია? რემბრანდს. ეგრე წერა იქა? დაზმუნებული ხა? თუ რენუარი. რავი მე ორი ვერზე ეცელა ვეჭარო. ანუ ორი სხვადასხვა წელს თვითონ აჭერთ ხოლმე იმას გადაღებებს? ხა ჩვენ ხამერს ჩილეგვიღებთ თვითონ. ეს მიშიკოს აუ ეს არის ძალიან საინტერესო ის რომ ამოზრება. ოღონდ ნელა. და ქვამოხდა. ეშულეს? თვითონ გავაკეთე მე ქვამოხდება. სკოლაში რადგანაც აი ანიმაციის საგანი აქვს და მუშაობთ ამ მხრივ, ამან თავისებურად გააჩინა იმის აზრი და იდეაც, რომ ნიქოში ბავშვებს ჩატარდეს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. დავაყენოთ ზღვაზე. ისეთნაირად ალბათ ხო? ჩვენ ფიქრობთ, რომ ხელოვნების ამ დარგის საუკეთესო წარმომადგენლები მოვიწვიოთ. და ვაჩვენოთ მათი საუკეთესო ფილმები. ვფიქრობ, რომ არიან ისეთ ხელოვანი, რომელთა შემოქმედებაც ძალიან საინტერესოა და სამზარეულო არის ძალიან საინტერესო. მე მაგალითად აი, როდესაც მე ამ პროფესიაში მუშაობდი, ყოველთვის მაინტერესებდა მაგალითად აი იური ნორშტეინის სამზარეულო თვითონ აი როგორ დავუშვათ ის მუშაობს. აი მახსოვს აი ჩვენთან როცა პირველ კურსზე ვიყავით, ჩვენმა პედაგოგმა ამიტომ მაგელამ
კანდელაკმა სთხოვა რომ ჩვენთან ქონოდა მას შეხვედრა და მე მახსოვს ძალიან საინტერესო იყო ეს პროფესიული საუბრები. აი დავუშვათ ეს ყვავილი არის ქარში. და აი მონაცვლეობით აბა როგორ დახადავთ. აი ქარი უბერავს დავუშვათ, აი აქედან წამოუბერა ქარმა და აი ყვავილს რა მოსწეს. დავუშვათ. ამერიკელი ახალგაზრდა, აქ დამთავრებული თავის დროზე მუსიკალური უნივერსიტეტი და ერთადაც ამერიკაში მოისმინა მან კონცერტზე ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები. და ამის მერე რაღაც მოიხიბლა ის აი ამ ქართული სიმღერებით და დაინტერესდა საქართველოთი. ხუთი ნამერე მეორე. ხო და ჩამოვიდა თეოფანე მოკლედ დავხვდით აეროპორტში. პირველი შეკითხვებიდან რაც მან დასვა ეს იყო რომ კითხა რომ როგორ შეიძლება რომ მივიღო საქართველოს მოქალაქეობა. ხო მეუთხარი მეთქი თქვენ ჩვენებს როგორ აწვალებთ იქ მეთქი ამერიკაში ამ წვანება არათისა გამო გრინ კარტოჩკის გამო მეთქი აქ შენზე უნდა ვიყარო ჯავრე მეთქი მე. ხო და ძალიან ეცინებოდა ამაზე. მე როგორ ამუშავებთ მეთქი იქ შენ ტყავი უნდა გაგაძრო აქ მეთქი. ხო და ამაზე ძალიან ეცინებოდა ჩვენი თეოფანე. თეოფანე ჯერ კიდევ ამერიკაში იყო, როდესაც დაიწყო თარგმნა ალექსი ბერიშუშანიას მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის. ასევე თარგმნა წმინდა რაჟდენის ცხოვრება ქართულიდან ინგლისურად. თარგმნა ბიძინა შალვაელის ცხოვრება, პატარა ბროშურები ქონდა ჩვენთვის გამოცემული და თარგმნა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. და ეხლაც აი რაღაც თარგმანებზე ეხლაც მუშაობს. დედალი შემოგწირეთ ეს ძია და ყველი. გავალაფთქომას დაესწრეთ. Riste aktıga. Riste aktıga. Riste aktıga. Ყველანი გავალთ გარეთ და შემოვაროთ სამჯერადად. გალობლები. საფლავები შინათა მღერების მიმნიჭებელი
გვამეცადინებდა რომ ჩამოვიდა თავიდან მუსიკაში გვამეცადინებდა და კითხე რომ რას დაგვიწარმოებდა ნიშნებს და ორები დაგვიწერა ყველა. იმის მერე შემთხვევას არ უშვებ ესე თუ ხარბეზები თუ მაშინა თუ ან ორს უწერ ან სამს ხო. ეხლა ორიანი თებო. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. აბა გილოცავთ. რავალ სიხარულს დავგასწრო სოფალმა. აი ხარ.